მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენ. დღეს ტრადიციულად ვეცადე ისეთი თემა ამერჩია, რომელიც საზოგადოებაში აქტუალურია. ხშირად გგონია დღესდღეობით, რომ ერთმანეთის ცხოვრებას თვალს კარგად ვადევნებთ სოციალური ქსელების მეშვეობით, ვიდეოებით და ფოტოებით. ამიტომ დღეს მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გვხედავენ სხვები და როგორია რეალურად ჩვენი ცხოვრება კადრს მიღმა. მგონია, რომ განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ თემის განხილვა ისეთ ადამიანთან ერთად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ცნობადობას, ძალიან აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩემი სტუმარი ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ლამაზი ქალების ჩამონათვალში. სალომე, დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხარ. პირიქით, დიდი მადლობა, რომ მომიწვიე. გისურვებ წარმატებებს შენ წამოწყებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდები გექნება. მე თვალს გადევნებ ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა შენ. ბევრი სხვადასხვა როლი მოირგე. თუმცა მგონია, რომ მაინც ყველა ეს როლი დაკავშირებული იყო რაღაც საზოგადო მოღვაწეობასთან და საჯაროობასთან, საკუთარი თავის რეპრეზენტაციასთან და მოდი ქრონოლოგიურად მივყვეთ, როგორ დაიწყო შენი გზა. როგორც ვიცი, 14 წლის იყავი, როდესაც ძალიან შემთხვევით ქუჩაში მოხდა ეს შეხვედრა და ესე გახდი მოდელი. მოდი მოგვიყევი უფრო მეტი ამ ამბავზე. კი, ნამდვილად ასე იყო. ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო ჩემი კარიერა და ესე თქვათ, აი საზოგადოებაში გამოჩენა. 14 წლის ვიყავი, მართალი ხარ და ძალიან პატარა პირდაპირ მოვხვდი ძალიან ცნობილ მოდელებთან ერთად ჩვენებაზე. ეს იყო მაკა ასათიანის ჩვენება და კადრებიც არსებობს, როგორი დაბნეული დავდივარ მაშინ. თუმცა ამ გადმოსახედიდან რომ ვყურებ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვხვდები, რომ დაბნეული დავდივარ, მაინც ისეთ რაღაცნაირი თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი. და ნუ ესე დაიწყო და ასე გრძელდება. დღეს უკვე 41 წლის ვარ და დღემდე ამ პროფესიაში ვარ, ისევ მუშაობ, ისევ მოდასთან, ისევ მოკლედ აი ამ სფეროსთან დაკავშირებული. ეს ბუნებრივად იყო, ანუ შენში, იმიტომ რომ 14 წლის ასაკში როცა გამოცდილება არ გაქვს და მაინც რომ გამოდიხარ რაღაც მოგაქვს ეს ენერგია. აი ბავშვობაში მახსოვს, რომ თამაშობდი, აი ძალიან პატარა 6-7 წლის, ან გადაცემა მიმყავდა, ან კონცერტი მქონდა, ან მოდების ჩვენებას ვაწყობდი. აი სულ მაგის გარშემო ტრიალებდა. ამიტომ სულ მაგას ვამბობ, რომ ძალიან უნდა ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას თამაშობს ბავშვი. 4-5 წლისაც. იმიტომ რომ მე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრებაში ის, რას თამაშობს ბავშვი და მე მგონი დავაკვირდეთ ჩვენ შვილებს, რას თამაშობენ. იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში ასე მოხდა და ბევრჯერ გამიგია სხვა ადამიანებისგან. ექიმობანა არასდროს არ მითამაშია. აი ყოველთვის რაღაც იყო ასოცირდებოდა სცენასთან, აპლოდისმენტებთან, აი სულ მჭირდებოდა. საკუთარი თავის რეპრეზენტაციასთან, რაც ძალიან კარგად გამოგდის. მაკა ასათიანი ახსენე და მინდა გითხრა კომპლიმენტის სახით ძალიან მომწონს მეც მაკა და როდესაც ჩამოთვლიან ხოლმე ყველაზე ლამაზ ქართველ ქალებს, მაკა ასათიანთან ერთად შენ მოდიხარ ხოლმე ამ ჩამონათვალში. შენ ძალიან როგორი კომპლიმენტი არის, იცი, იმიტომ რომ ნუ ჩემთვის მაკა არის number 1 ყოველთვის. ყველგან აი საერთაშორისო ესე მასშტაბით რო შევხედოთ, გიждები ბავშვობიდან ეს მაკამაც თვითონ იცის და ყველა მიცის. და ამას რომ მეუნებიან, ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი არის და მადლობა. მე მგონი ინდივიდუალიზმია, რაც თქვენ გაერთიანებთ და ამიტომ გასახელებენ ხოლმე, რომ ლამაზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ აი რაღაც განსხვავებული შარმი დაგყვება. შეიძლება. და ძალიან მიხარია რომ ასეა. მადლობა. იცი რა მინდა გითხრა, ძალიან ლამაზად ჩანს შორიდან ეს სფერო, რომ გამოდიხარ, სუბჭყვიალებ, რაღაც დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მოდი ცოტა ბნეულ მხარეზე ვისაუბროთ, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ ხოლმე. აი რადგან 14 წლის ასაკიდან მოხვდი ისეთ სფეროში, რომ მუდმივად უცხო ადამიანების მზერის ქვეშ იყავი და საჯაროდ გიწევდა გამოსვლა, ამან რაიმე ნეგატიური ხო არ გამოიწვია მაშინ? აი როგორ აღიქვამდნენ სხვები შორიდან და შენ რას გრძნობდი შინაგანად? იცი რა, ეს ერთი შეხედვით და
თითქმის ყველანაირი შეხედვით მაინც უფრო ბრჭყვიალა არის და მაინც ძალიან სასიამოვნოა ეს საქმიანობა, რასაც ხედავთ, ეგრე არის ნამდვილად. თუმცა, რა თქმა უნდა, აქვს თავის სირთულეები, რა თქმა უნდა, აქვს თავის ძალიან ესე თქვა ბნელი მხარეები, ვერ ვიტყოდი, თუმცა აქვს, რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარეებიც. თუმცა, ყოველ შემთხვევაში მეტად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ვთქვათ, არა. Ну, ასე ვთქვათ, უარყოფითი მხარეები რა შეიძლება ითქვას? Ну, ყველაფერი ძალიან შედარებითი, ახლა არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, მე გამომეკიდონ ადამიანები. ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა პატარაობიდანვე იყო რაღაც ესე დაკვირვების ქვეშ და ყოველთვის გთხოვდნენ ძალიან ბევრს, რომ შენ ლამაზიც უნდა იყო, ჭკვიანიც უნდა იყო, კარგიც უნდა იყო, ყველაფერი უნდა იყო და რაღაც თითქოს უფრო მეც გთხოვენ, როდესაც აი ესეთი დაკვირვების ქვეშ ხარ და პატარა როცა ხარ ამას ისე ვერ აღიქვა, მე ხვდება, იცოდა რომ გავიზარ და მე გავაცნობიერე, რომ რაღაცნაირი პასუხისმგებლობა მაქვს თითქოს რა და თითქოს სულ დაძაბული ვარ, რომ არ მაქვს უფლება, რომ თქვათ მოვეშო, ან სუდად გამოვიყურებო და ეს ერთის მხრივ კარგია, ცუდი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ქალებს არ გვაქვს უფლება, რომ მოვეშვათ და მით უმეტეს, როდესაც დედები ვხდებით. მე ყოველ შემთხვევაში ასე მიმაჩნია, არ მაქვს უფლება, რომ მე ვთქვათ, ცუდ ხასიათზე ვიყო, ან ცუდად გამოვიყურებოდი, იმიტომ რომ ჩემი შვილები მიყურებენ ადამიანები, რომლებსაც მოვწონვა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ცუდ ხასიათზეც ვარ და ზოგჯერ ადგომაც არ მინდა და არის ხოლმე დღეები, რომ მინდა რომ ვიწვე და არაფერი არ ვაკეთო და არის რომ მინდა რომ ვიტირო, ხალი ვარ, ემოცია გამოხატო, თუმცა არ ვაძლევ ჩემ თავს მაგის უფლებას და როცა ვარ ხოლმე ეგეთ განწყობაზე, როცა არაფრის კეთება არ მინდა, მე რო ჩემ თავზე ვბრაზდები, რომ სალომე როგორ, ანუ შენი ერთი დღე შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მთელი ცხოვრების ოცნების დღე და არ გაქვს უფლება, რომ ასე იყო და ამიტომ ეს რაღაცნაირ მოტივაციას მაძლევს, მაგრამ ნუ ადამიანები ვართ და ქალები ვართ, ემოციურები ვართ და გვაქვს ჩვენს სირთულეებიც გვაქვს ცხოვრებაში, ოჯახი გვყავს, თქვათ, არის რაღაც დღეები, როდესაც აი რამდენიმე დღის წინ მაგალითად ჩემ საქმიანობას რო ამბობ რომ ჭყვიალა მართლა ჭყვიალა, მაგრამ აი ეხა რამდენიმე დღის წინ ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ჩემი უსაყვარლესი ბაბუა გარდამეცვალა და დაკრძალვის მეორე დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ივენთი კომპანიასთან, საერთაშორისო კომპანიასთან, რომელთანაც 2017 წლიდან თანამშრომლობდა. აი არ ვიცი, უნდა ამდგარიყავი, ჩამეცვა, გამოპრანჭულიყავი, მაკიაჟი გამეკეთებინა, წავსულიყავი. არანაირი ხალისი არ მქონდა, დასიებული თვალები რაღაც მუქი მაკიაჟით დავმალე, წავედი და ნუ ვერავინ ვერ შეამჩნია, რა თქმა უნდა, რომ მე ჩემი დარდი და ტკივილი მაქვს. რა თქმა უნდა, ეგეთი დღეები არის ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ცხოვრება სხვანაირად ვერ იქნება, გვაქვს ტკივილიც, გვაქვს ყველაფერი. მაგრამ ხო, როცა ამ პროფესიაში ხარ, ხო, არ გაქვს უფლება, რომ შენი თქვათ რაღაც ტკივილი თუ დარდი მოახვიო იმ ადამიანებს, რომლებიც გიყურებენ. ხო, გიწევს შენი საქმიანობაა, რომ შეფარო ეს ემოციებიც. ხო, თუმცა ხო, მართლა ყოველთვის ყველაფერი ჭყვიალა არ არის ნამდვილად. ხო, იცი ამის გამო ხშირად მოდელებს ვიცი რომ ემართებათ რაღაც მენტალური პრობლემები, იმიტომ რომ საკუთარ თავს აღიქვამენ როგორც რაღაც ობიექტებს, ანუ ხდება ობიექტივაცია, ამას ეძახიან ამერიკელი ფსიქოლოგები, objectification, რომ ანუ შენი სხეული თითქოს ხდება რაღაც პროექტი და პიროვნება იწევს უკანა პლანზე. არ გქონია ეგ განცდა, რომ თითქოს შენი ემოციური მდგომარეობა, შენი სურვილები ნაკლებად აინტერესებს და უფრო როგორც გარეგნობას ისე გიყურება. არა, სხვათა შორის არ მქონია მაგის განცდა არასდროს, თუმცა მაგ პროფესიაში არის ასე და აი პატარა ვიყავი, როცა მომიწია საფრანგეთში სააგენტოში მუშაობა და მანდ მივხვდი ყველაზე კარგად მაგას. კასტინგზე რომ მივდიოდი 100,000, აი არ მართლა არ ვიცი, აი ძალიან დიდი რიგი, აი ერთმანეთზე ლამაზი გოგოები იყვნენ. და არავინ არ იცოდა ვინ მოხვდებოდა იმ პროექტში, რომლის კასტინგზეც ვიყავი და აი მათ მივხვდი, რომ ხო, შენ ანუ არავის არ აინტერესებს. ვინ ხარ უბრალოდ შენი შეიძლება იმ მომენტში
გარეგნობა ან რაღაცა personality მოეწონოს ვიღაცას და მან მივხვდი რომ ეს პროფესია მართლა ასეა. თუმცა მაგის დისკომფორტი არ მქონია მე ყოველ შემთხვევაში მით უმეტეს საქართველოში ძალიან გამიმართლა ალბათ, იმიტომ რომ რაღაც იმის გარდა რომ სალომე როგორც მოდელი არასდროს არ ყოფილვარ. ვიყავი სალომე და მე მოდელი. ანუ სულ. ამიტომ ეგ განცდა არ მქონია. მაინც ჩვენს თუმცა საზღვარგარეთ მიგწვნია ეგ რა ხო ან უბრალოდ რაღაც. ხო. მაინც ჩვენს ქვეყანაში უფრო პიროვნულ მახასიათებლებს აქცევენ ხოლმე ყურადღებას და კარგია რომ იმის შანსიც გქონდა რომ გაგეცნო შენი თავი ადამიანებისთვის. მოდელობის გარდა დიზაინერობაც სცადე, შემდეგ ტელეწამყვანიც იყავი, ამას გულისხმობ რომ შენ მოგეცა საშუალება რომ ბევრი სხვადასხვა მხარე დაენახათ ადამიანებს შენი. და თუ მომეცემა საშუალება კიდევ ვეცდები რომ ბევრ რაღაცას მოვკიდო ხელი, რაც ჩემთვის საინტერესო იქნება. მაგაშიც მე ვფიქრობ, რომ შენი თავი რომ რაღაცნაირად სწორად იპოვო და აღმოაჩინო, მგონია რომ რაღაცები უნდა ცადო ცხოვრებაში, ის რაც გაინტერესებს. ყველა ეტაპზე შეიძლება შეგეცვალოს შეხედულება და მოგინდეს აბსოლუტურად სხვა რაღაცის კეთება. აი, არ ვიცი, შეიძლება 5 წელიწადში საერთოდ სხვა რაღაცის კეთება მომინდეს და აუცილებლად გავაკეთებ და სულ მაგას ვეუბნები ჩემს შვილებსაც. დღეს მით უმეტეს ისეთი დროა, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, რასაც გაძლევს სამყარო და ცადო. პროფესია გინდა შეიცვალე, ისწავლო გინდა იზა, ყველაფერი შეგიძლია. დღეს უამრავი შესაძლებლობა. ან ყოველთვის უნდა გარისკო, მგონია რომ არ არის პრობლემა თუ არ გამოგივა. გამოგივა, მაგრამ შეიძლება რომ ვერ გამოგივიდეს და აი მე მომწონს ძალიან ჩემხასიათში ეგ და აი ხშირად არის ხოლმე რომ ჩემი მეგობრები მაკრიტიკებენ, აი რაღაცა დედაჩემი სხვათა შორის, აი მახსოვს რაღაცა აი პროექტებში რო ვიღებდი მონაწილეობას, აი პირობდი ცეკვან ვარსკვლავებში, რომ აი რა დგინდა სალო. ვერ ხვდებოდა ერას ნიშნავს რატო მინდა. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება, ვცდი ვისი ამოვნებ და ამ გამოცდილებას მივიღებ რაღაცნაირად ცხოვრებისულ ეტაპად და ასეც იყო და ძალიან მიხარია, რაც გამიკეთებია, ყველაფრისთვის ძალიან მადლიერი ვარ და არაფერი არ მინანია. ანუ სიახლეებს საერთოდ არ უშინდები და პირიქით ეძებ. აი გავრისკავ რა, ანუ გამომივა, არ გამომივა, არა უშავს. გამაკრიტიკებენ არა უშავს. დიზაინერობაში შენი თავი იპოვე თუ ვერ? სხვათა შორის პროფესიით დიზაინერი ვარ, ვისწავლე განათლება ამ მხრივ მაქვს მიღებული, ჯერ სამხატვრო აკადემიაში დავამთავრე ეს ფაკულტეტი, შემდეგ უკვე ინგლისში გავაგრძელე სწავლა და რო ჩამოვედი საქართველოში დაუბრუნდი, გავაკეთე ჩემი ბრენდი სალომე 2015 წელს და სხვათა შორის ძალიან წარმატებული იყო იმ პერიოდში, მაგრამ როგორც ბიზნესი და ეხლა ძალიან ბევრი ქართული დიზაინერი ალბათ გულის სიღრმეში დამეთანხმება, არ აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. გულისხმობ ქართულ ბაზარზე. კი, თქვათ, შოულობდი ფულს, მაგრამ ისე არ მუშაობდა ეს ბიზნესი, რომ უფრო ანუ მეტი რესურსი უნდა ჩაგედო, ვიდრე მოტივაცია არ მქონდა რა. ერთია, როდესაც შენ ამას როგორც ჰობი და რაღაც ესე აკეთებ, მაგრამ აი როგორც ისეთი მყარი ბიზნესი ძალიან დიდი ფული უნდა ჩამედო და მოტივაცია არ მქონდა. და მივხვდი რომ ანუ ხო, ოკეი, არა უშავს, მოდი ხა ამას მივაძინებ და სხვა რაღაცის კეთებას დავიწყებ რა. ხო, ანუ ჩემთვის მოტივაცია ძალიან საჭიროა იმ მხრივ, რომ არ ვიცი ხა როგორ ჟღერს, მაგრამ ინტერესი თუ არ მაქვს იქიდან, ინტერესს გულისხმობ, ანუ ფულს თუ ვერ ვშოულობ, ინტერესს ვკარგავ. რა თქმა უნდა, რაღაც სარგებელი უნდა მიიღო, როცა შენ ამდენ რესურსებ და დიზაინერობა, მე მგონი საკმაო რესურს მოითხოვს. კი, ძალიან დიდ რესურსს. როგორც კრეატიულს, ისე ფიზიკურ შრომას და ასე 24 საათი უნდა იყო იქ, აკეთო და აი ჩადო და ინტერესი არ არის და ამიტომ მივაძინე. არ ვიცი, ნუ შეიძლება როდესმე გავაღვიძო, მაგრამ ამ ეტაპზე არ მაინტერესებს. სალომე, მუდმივად გარეგნობაზე აქცენტს რო აკეთებდნენ, პატარაობიდან მოყოლებული შენზე. ამის გამო გქონია ისეთი მომენტი, რომ ისარკეში ჩაგიხედავს და რაღაც მომენტში გიფიქრია, რომ აი მომბეზრდა ეს ჩემი გარე, რაღაც კომპლექსი ხوار შეგიძენია აქედან, რომ აი მაკვირდებიან და რო იყურები და რაღაცა სხვანაირად რო უყურებ შენ თავს. იცი რა, არასდროს აი ბავშვობიდან აი ვერასდროს ვერ აღვიქვამდი ჩემ თავს
როგორც ლამას. მართლა. და სხვათა შორის დედაჩემი ძალიან მაკომპლექსი. აი მახსოვს, ეხა მომკლავს რა ვამბობ, მაგრამ არა უშავს. მახსოვს ალბათ 12 წლის ვიყავი და ქუჩაში აბაშიძეზე მოვყავარ დედაჩემს და შეხვდა ნაცნობი და აი უკვე რა ასაკში ვარ, იცი უკვე ვიზრდები, მაგრამ რა ლამაზი ტანი აქო და ხო გაგრეხილი აქვს ფეხებიო და აი ისე ჩამრჩა რომ ძალიან ბევრი წელი მოკლე არ ჩამიხრამ სანამ არ გავიზარდე და არ მივხვდი რომ თურმე არ მაქვს გაგრეხილი მოგრეხილი ფეხები და შემიძლია მოკლე ჩავიცვა მოკლედ დედამ ცოტა დამაკომპლექსა მაგ კუთხით მაგრამ თავდაჯერებულობა არ ნიშნავს იმას რომ უნდა იყო ლამაზი და რა თქმა უნდა ეს გეხმარება ამ ყველაფერთან ერთად რომ თავდაჯერებულობა შეგმატოს თუმცა ეგ თავარი არ არის რა ხო ეს გამოიმუშავე თუ ბუნებრივად თანდაყოლილი იყო მაყურებლის კითხვა არის სხვათა შორის თავდაჯერებულობა ხო იმიტომ რომ ფოტოებიდანო ჩანსო რომ საულმეო ძალიან თავდაჯერებული და თვითკმარი ქალია ატარა ჩემ ბავშვობის ფოტოები რო ნახო იქა ძალიან თავდაჯერებული მართლა რა მაგარია მეტყობა თანდაყოლილიც არის ხო თმა არის შენი სავიზიტო ბარათი შენი აზრით სხვათა შორის ერთი TikTok-ი მაქვს შენი ნანახი რომ ბავშვობის ფოტო გიდევს ხუჭუჭა და რას წარმოიდგენდაო მაშინ ეს ბავშვიო რომ როდესაც გადასახადებს გადაუხდი და ეს თმა კი არის ჩემი სავიზიტო ბარათი არის კი ასე მგონია ხო სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა დისმორფოფობიის პრობლემა შენს გექნება ეს გაგებული მით უმეტეს რომ ამ სფეროში გარკვეული ხარ შენი აზრით რამ გამოიწვია ეს მაყურებლისთვის რო განმარტო ეს არის მენტალური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სარკეში იყურება და რაღაცა პატარა ნაკლი, რომელიც შეიძლება მაგალითად მე შენზე საერთოდ ვერ დავინახო, შენ ჩაიხედო ამ სარკეში და რაღაც მოგეჩვენოს, რომ ძალიან დიდი ფეხი გაქვს მაგალითად. ეს არის 21 საუკუნის პრობლემა, აი ეს მოდის ყველაფერი სოციალური ქსელიდან და იმ ფილტრებიდან და იმ რაღაც არარეალობიდან, რომელიც სოციალურმა ქსელმა შემოგთავაზა. რეალურად არავინ იდეალური არ არის, ყველას გამონაყარიც აქვს სახეზე, არავის არ აქვს იდეალური სახისკანი და ყველა ადამიანს მეტნაკლებად აქვს რაღაც პატარა ნაკლს ვერ დავარქმევ. ბუნებრივობა არ არის, ეგ ხა ძალიან ცუდად გამომივიდა. ნაკლი არ არის, რაღაც ბუნებრივი და ის ყველაფერი, რაც სოციალურ ქსელში ხდება, ის არის არაბუნებრივი. და აი ამ ყველაფერმა მე მგონია, რომ გამოიწვია და მე ვფიქრობ, რომ ალბათ დროთა განმავლობაში გადმოვა. მე მგონია, რომ ეს ალბათ ჩვენი, როგორც თქვათ, აი ასე ვთქვათ, ინფლუენსერების, ბლოგერების, ასე შემდეგ ადამიანების, რომლებიც სოციალურ ქსელში დიდი დოზით ჩანვართ, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი ფოტოები და ვიდეოები დავდოთ. მეც მეხება ეს და ყველას. გამოგიყენებია ისე ფოტოშოპი? როგორ არა? ხო. კი, რა. მგონი ყველა ქალს გამოუყენებია. იცი რა, ვერ ვიტყვი რომ აი დიდად ვამუშავე ფოტოებს, მაგრამ ნუ ეხა ფოტოშოპს არ გულისხმობ იმას, რომ ხვირი დავიპატარავ და უბრალოდ დახვეწა რაღაც დოზით ხო, ფოტოს. აი მეც ეგრე ვიყენებ ხოლმე, რომ რაღაც რაკურსიდან შეიძლება თუნდაც ჩრდილი გეცემოდეს ისე, რომ სხვანაირი გიჩანდეს რაღაც. აბსოლუტურად ყველა აკეთებს მაგას. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაც რადიკალური ცვლილებები არ უნდა მოვახდინოთ. ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ქალს სჭირდება მამაკაცის მხრიდან ვალიდაცია, ანუ რაღაც დადასტურება, რომ ის არის აუცილებლად. აი ამის კითხვა მინდოდა. შენს თვითაღქმაში შენი პარტნიორი რამ ხელაროლს ასრულებს? მე ვარ ადამიანი, რომელსაც მჭირდება ყოველდღიურად კომპლიმენტი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს კომპლიმენტი არაფერს არ ცვლიდეს, თუმცა კი, მე მჭირდება და მე არ ვიცი შეიძლება არიან ქალები, რომლებსაც არ ჭირდებათ, მაგრამ მე მჭირდება და მჭირდება სულ რომ აი თავანება ძალიან მაგარი ხარ. ნუ ძალიან მაგარი არა, მაგრამ ნუ აი ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს. შენი პარტნიორისთვის უნდა იყოს ძალიან მაგარი. მე მაძლევს ეგ ენერგიას და ბევრად უფრო დიდ სტიმულს. 20 წელია ხარ ქორწინებაში. და რაღაცნაირად შორიდან ეს ყველაფერი ძალიან ჰარმონიულია. თვითონ ეს ფორმულირებას რომ 20 წელია ქორწინებაში ხარ, უკვე ამ დროში სამწუხაროდ იშვიათია, რომ დიდი ხანი იყვნენ წყვილები ერთად. 20 წელი ძალიან ბევრია. როგორ ინარჩუნებთ ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ჩანს ესეთი ჰარმონიული, თორე სახში რო შემოიხედო ზოგჯერ. აი მართლა ვერ დაიჭერს. მე ძალიან ბევრს ნუ ხშირად ვკამათობთ.
ჩხუბობთ კიდევაც. გვაქვს ძალიან კრიზისული პერიოდებიც გქონია, რა თქმა უნდა. მაგის გარეშე ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელი, აი ვერავინ ვერ დამაჯერებს ოჯახში, სადაც არ არის კრიზისული პერიოდები. მაშინ მატყუებს, აი არ დავიჯერებ და მე ვფიქრობ, რომ ეგ ბუნებრივია, ნორმალურია. სხვანაირად ვერ გაიზრდები, მე ჩემი ხასიათი მაქვს და ზურას თავის ხასიათი აქვს. აი როგორც ჩემს შვილებს, ხო, სამივე სხვადასხვა ხასიათი აქვს და ბავშვებზე ხო გვეშლება ნერვები, დარწმუნებული ვარ ძალიან განსხვავებულები ვართ მე და ზურა ბევრ საკითხში. ხო. და რა თქმა უნდა, ანუ გვიწევს რა, ამაზე ყოველდღიურად აი რაღაცა არ ვიცი, ხა ბევრი დრო გავიდა უკვე კარგად გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ ეგუება დღემდე და მაინც გვაქვს ხოლმე ესეთი პერიოდები. თუმცა გქონია რთული პერიოდებიც, ალბათ უფრო თავიდან და მე მგონია, რომ აი ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ამ კრიზისულმა პერიოდებმა მარტივად გადაიარა. მე მგონია, რომ არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, დიდი როლი მაქვს ამაში, ჩემ ხასიათს. მე ვფიქრობ, რომ შენ დათმობებზე წახვედი მის გამო, საზღვარგარეთ ხო, როდესაც თამაშობდა შენი მეუღლე, მასთან ერთად გადახვედი. ანუ აი დათმობას ახლა ვერ დავარქმევდი. იმიტომ რომ ვიცი, რომ შენ არ გიყვარს საზღვარგარეთ ცხოვრება და გირჩევნია აქ ყოფნა. მიყვარს საზღვარგარეთ ცხოვრება, ეხლაც წავიდოდი ძალიან დიდი სიამოვნებით. მაგრამ თბილისში მირჩევნიაო სულ. იცი რა არის თბილისში, საქართველოში თბილისში მე შემიძლია ჩემი თავის რეალიზება ყველაზე კარგად. ძალიან გამიჭირდა ბრიტანეთში ცხოვრება, იმიტომ რომ იქ ვერ ვახდენდი ჩემი თავის რეალიზებას ისე როგორც აქ. ეგ იყო ერთადერთი პრობლემა. დღეს უკვე დავთმობ რაღაცებს და მირჩევნია მშვიდად, ანუ მშვიდ ქვეყანაში წყნარად ვიცხოვრო. და ჩემს ამ რაღაცებს დავთმობდი უფრო მეტად ვიდრე მაშინ. მაშინ პატარა ვიყავი, 21 წლის ვიყავი, რომ წავედი. თუმცა ხო, მაშინ პერიოდი მქონდა, როცა შვილები გავაიჩინე, გავზარდე, თავიდან ბოლომდე მიუძღვენი მათ, თუმცა მაშინაც ვახერხებდი, იქაც ვახერხებდი სააგენტოში მუშაობდი, პარალელურად ვსწავლობდი. მაშინაც არ შემილია, უმოძრაოდ ვერ ვარ, აი ცუდად ვარ. არა, ძალიან ცუდად ვიხრჩობი, რამე თუ არ გავაკეთე. ფეხბურთში რამდენად ჩართული იყავი, როდესაც თამაშობდა ზურა? თავიდან არ მესმოდა და ნუ მე უკვე 20 წელია მაგაში ვცხოვრობ. მარტო ფეხბურთია ჩვენთან სახლში ჩართული და მარტო ეგ თემა, ანუ შესაბამისად ძალიან კარგად მესმის კიდევაც და თან ახლა უკვე სამწვრთნელო შტაბში გადავიდა ზურა, 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და ჩართული ვარ ყოველთვის, მესმის უკვე ძალიან კარგად, გულშემატკივრობ და რა ვიცი, რომ მე მგონია, რომ მის კარიერულ გზაზე ყოველთვის გვერდში ვედეგი მას და მე სხვათა შორის გულშემატკივრობ. შენ გნახე ლეგენდების მატჩზე. ახლოსვი ჯეკი შენთან და ხედავდი, რომ ცრემლები გადგებოდა მომენტებში და მანდ მივხვდი, რამდენად მთელი გულით იყავი ჩართული. იმასაც მივხვდი, რომ გესმოდა კარგად რა ხდებოდა იმ მომენტებში. იცი რატო წამომივიდა ცრემლები? გული ამიჩუყდა ძალიან. იმიტომ რომ გამახსენდა ის პერიოდი, ეს ფეხბურთელები და უკვე რაღაცა ის სხვა ამპლუაში რომ დავინახე გული ამიჩუყდა. ხო, ხუმრობდი რომ დაბერდნენო. რეალურად. რამდენად მომთხოვნი არის შენი მეუღლე შენს მიმართ? აი როგორც დიასახლისი როგორი ხარ? იცი რა, თავიდან ეცადა, თავიდან რაღაცნაირად მახსოვს, რომ რაღაცა ხო იცი რაღაც ქართველი ხო და მოუნდა და მიხვდა რომ აზრი არ ქონდა და მაგრამ არ ჭირდება რომ მომთხოვოს, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მზრუნველი ტიპი ვარ, აი ძალიან მზრუნველი ვარ. სახლში, აი ბევრს მართლა ვერ წარმოუდგენია. სახლში ვარ თავიდან ბოლომდე, ცოლი, დედა, აი დიასახლისი და მე თვითონ ბუნებით მზრუნველი ტიპი ვარ. და მიყვარს, მე თვითონ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ აი ამით და აი ოჯახი და საჭმელსაც სიამოვნებით ვაკეთებ. ამიტომ ეს არ დაჭიროება რომ აი მომთხოვოს რომ მოდი ხა შენ სადილი გააკეთე, არა. და მგონია რომ არც ჭირდება და პირიქით ძალიან მოწონს აქტიური რო ვარ ჩემ საქმეში და იმის დანაკლისიც არ აქვს. ამიტომ რაღაცნაირად გამოდის მაგის ბალანსი, ხო?
რაღაცნაირად გამომდის და ხო, ამიტომ მგონია რომ ეს არ დაჭიროებია. ხო, იმიტომ რომ სოციალებში ახლა რომ ვადევნებ შენს სტორის რო ვუყურებ ყოველდღიურად, სულ რაღაც საღამოზე ხარ, სულ რაღაც ღონისძიებაზე ხარ, ანუ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახლში თითქოს დიდ დროს არ ატარებ, ესეა? არა, უბრალოდ ხედავთ იმას სოციალურ ქსელში, რაც უფრო გარეთ არის, ხო, თორე იმის იქით დავდო უფრო მეტად სახლის ვიდეოები. ხო, რაღაც სახლის ვიდეოები მე მგონი ნაკლებად. მე მგონი რომ მაინც ახლა ინსტაგრამი ჩემთვის არის რაღაც სამსახურეობრივი ამ ეტაპზე და მაინც უფრო სხვა დატვირთვა აქვს. ამიტომ close friend-ები მაქვს, სადაც უფრო ესე იგი ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მაგრამ ნუ თუ საინტერესო იქნება ხალხისთვის შემიძლია რომ დავდო უფრო მეტად ჩემი სახლის კონტენტი, როგორ ვაკეთებ ხოლმე. 250,000 კაცი გადევნებს ყოველდღიურად თვალს. ნუ ალბათ ამ 250,000-დან ყველა ყოველდღიურად არ უყურებს, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც, ანუ სულ ყურადღების ცენტრში ხარ. ქსიამოვნებს ეს თუ აი ყოფილა ისეთი მომენტი, რომ მოგბეზრებია და აღარ გინდა. არა, მსიამოვნებს ნამდვილად და ერთგვარი პრივილეგია არის ეს ნამდვილად, თუმცა რა თქმა უნდა არის რაღაც სიტუაციებში, რომ აი არ გინდა რომ გიცნონ უბრალოდ სად. ხო, რაღაც შეიძლება არ გამოიყურები იმ დღეს კარგად და არ გინდა რომ დაგინახონ. მაგრამ თუ შევადარებთ, უფრო მეტად სასიამოვნო არის. ხო, ინფლუენსერი ეს სიტყვა დიდად არ მიყვარს სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ხო, ეგრე არის რა და ქართული შესატყვისიც რომ მოუძებნა, რომ გავლენიანი ადამიანი და მართლა გაქვს გავლენა ადამიანებზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი რა რეკომენდაციასაც აძლევ, იმას ითვალისწინებენ მეტწილად, რასაც გენდობიან. ძალიან ფრთხილად ვარ სხვათა შორის მაგ საკითხში და ძალიან ვცდილობ, რომ არ მივედმოვედო თქვა სხვადასხვა კომპანიებს და თქვა თუ რომელიღაც ბრენდს უწევ რეკომენდაციას იმ ბრენდთან გრძელვადიანად თანამშრომლობ. რა თქმა უნდა არის რაც ერთჯერადათაც სხვადასხვა რეკლამები, თუმცა აი მაგალითად სახის მოვლის კოსმეტიკურ ბრენდს, რომელთანაც თანამშრომლობ რამდენიმე წელია უკვე. მიმაჩნია რომ აი რაღაც აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საქმიანობაში, რომ არ მივედმოვედოთ და ძალიან გავფილტროთ, რას უკეთებთ, რას უწევთ რეკომენდაციას და რას უკეთებთ რეკლამას. რა თქმა უნდა და ყოფილა რაღაცები აი თავიდან როცა თქვა ცოტა გაუგებარი იყო ეს სფერო, ყოფილა რაღაცები, როცა თანხმდებოდი, თქვა ისე რომ არ ვიცოდი, რას უკეთებდი რეკლამას. თუმცა ხო, ეს ძალიან ადრე იყო და ეხლა ძალიან ფრთხილად ვარ მაგ საკითხში. ხო. არის ინფლუენსერობა დღესდღეობით ისეთი, რომ ჩაგინაცვლოს სამსახური და იარსებო ამით? კარგად შეგიძლია იარსებო ნამდვილად. ხო, მაგრამ ალბათ გააჩნია მაინც ვინ ხარ. შენ ძალიან ფართო მასშტაბური აუდიტორია აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მარტო აუდიტორიაზეც არ არის. ალბათ არის რაღაცა ნდობაზე, თვითონ კომპანიები როგორ გენდობიან. მე მყავს რამდენიმე კომპანია, რომელთანაც გრძელვადიანი ხელშეკრულებები მაქვს. და ასევე აი რაღაცა ყოველდღიური და კი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ძალიან კარგად შეგიძლია იცხოვრო ამ საქმიანობით. შვენიერი. როგორი დედა ხარ? 3 შვილის დედა ხარ, თან უკვე საკმაოდ დიდი შვილები გყავს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეგობრული დედა ვარ ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ კი უკვე ჩემი შვილები ძალიან დიდები არიან და მართლა რაღაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაინც არის ზღვარი, სადაც გადის დედა და შვილი. ხო. ნუ ჩემ შვილებს რო კითხო ძალიან მკაცრი ვარ. მართლა? კი. მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე და ნუ ცოტა რომ გაიზრდებიან, ალბათ მიხვდებიან, რომ კაცრის გარდა ყველაფერი ვარ. თუმცა მაქვს ჩემი მოთხოვნები. ფიქრობ, რომ ვაძლევ საკმაოდ ნუ მეტნაკლებად თავისუფლებას, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. და ხო, მოვით, მე მგონი კარგი, ცუდი დედა არ ვარ. შენ როგორ გაგზარდეს? შენ მიმართ როგორ მე ძალიან კარგ გარემოში, ძალიან ჯანსაღ გარემოში გავიზარდე, ძალიან თბილ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ მამაჩემი იყო ძალიან მკაცრი. ხო. მამაჩემი იყო ძალიან მკაცრი, მაშინ დროც ხვანაერი იყო, მახსოვს, ჩემდასთან უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ჩემთან მაინც ვერ ახერხებდა, ჩემთან ძალიან რთულია.
თუმცა, მკაცრი იყო. ხო. ეხლა ამ გადმოსახედიდან. უმალავდი რაღაცებს? მიწევდა დამალვა, იმიტომ რომ არ მიშვებდა. აი დაბადების დღეზე მაგალითად, მეგობრის დაბადების დღეზე რომ მივდიოდი 6-ზე, 8 საათზე უკან მოვყავდი და მე მიწევდა ტყუილების თქმა, რომ აი ვითომ სადღაც რაღაც მივდივართ, ვითომ ჩემ მეგობარს სადღაც უნდა წავყვი. სულ ამაში ვიყავი, რომ ცოტა ხანი ყოფილიყავი კიდე დაბადების დღეზე და აი ვერ ხვდებოდი მაშინაც რა მოხდებოდა, რომ თქვა ყოფილიყავი 10 საათამდე. და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩემ შვილებს ვცდილობ, რომ უფრო მეტი თავისუფლება მივცე. ჩემი აზრით ეგ ძალიან სწორია, იმიტომ რომ მე პირადად ჩემ თავზე რაც მაქვს გამოცდილი, მე შვილები არ მყავს, მაგრამ მინდა რომ მყავდეს მომავალში და ჩემი მშობლებისგან რასაც ვხედავ, არ ვიცი ამაზე იფიქრეს თუ ბუნებრივად მოხდა ესე, მაგრამ ძალიან მეგობრულები იყვნენ ყოველთვის და მე მგონია რომ ეს ყოველთვის მომგებიანია, იმიტომ რომ როცა შენი შვილი არაფერს არ გიმალავს, უფრო მეტად დაცულია, ესე მგონია, იმიტომ რომ ხო, მეც ასე ვფიქრობ, რომ პირიქით, რამე რო გაუჭირდეს, მინდა რომ მე დამირეკოს, კი არ დამიმალოს, პირველი გაახსენდეს, რომ დედას დაურეკო. ან თუნდაც ბიჭი რომ მოეწონოს და მამამის რომ მოუყვეს, უფრო დაცული იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ჩემს მისცემს სწორს. ჩვენ ესეთი ურთიერთობა გვაქვს შვილებთან. ძალიან თუმცა ხო მაქვს რაღაც ჩემი რაღაც წითელი ხაზები, სადაც მაგრამ არ დამჭიროებია, იმიტომ რომ თვითონ ბავშვებიც რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მგონია რომ შვილებშიც ძალიან გამომართლა და მართლა განსაკუთრებულად ძალიან კარგები არიან, ამიტომ ეს რაღაცა წითელი ხაზები ჩემ შვილებთან არ დამჭიროებია. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მშობლის მიმართ შიში კი არ უნდა გქონდეს, უფრო რიდი უნდა გქონდეს, ხო, იმიტომ რომ მე მაგალითად რაღაც ისეთი რო გავაკეთო, რასაც ვერ მოვუყვებით ჩემ მშობლებს, აპრიორი ვიფიქრებ, რომ ესე იგი რაღაც არასწორს ვაკეთებ. ხო, ესეც არ მოგეყოლება რაღაცა, ესე იგი რაღაცა ვერ არის რიგზე მანდ და რა თქმა უნდა. ხო, მეც ასე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შვილებთან მეგობრობა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოусმინოთ რა აწუხებ. არის ხოლმე რა პატარები რო არიან განსაკუთრებით მაშინ რომ რაც არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას რეებს გვეუნებიან და აუ კაი რა აი სკოლიდან რომ მოდის მაგალითად ან რაღაცაზე ვიღაცაზე გაბრაზებული ცოტა ზედაპირულად უყურებთ ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად მოусმინოთ რისი თქმა უნდა. შეიძლება პრობლემა და შეიძლება მართლა ძალიან ტკიოდეს და ჩვენ ვერ აღვიქვათ ამ დროს რა. ხო, მაგრამ აი ერთადერთი აი რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხედავდე რომ ჩემი შვილები დისციპლინირებულები არიან. და დისციპლინა ჩემთვის არის ყველაზე მთავარი, აი ზოგადად ცხოვრებაში, ყველაფერში რა და ამიტომ აი სულ მაგას ვუდებ თავში, რომ დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და დანარჩენი მერე მათ შენი საჯაროობა უხარიათ მოწონთ? არ ვიცი, აი დათუნას მე მგონი დიდად არ მოწონს. არ ვიცი, მე მგონი არ აწუხებთ. ხო. ზოგჯერ მოწონთ, ზოგჯერ არა. ხო, იცი, ადრე რო იყო რაღაც უფრო ალბათ ბებია ჩემის თაობის ქალები იყვნენ, ქართველი ქალები ეკეთები, რომ რას თავგანწირვა რო ქონდა შვილებისთვის, რომ აი მე შევწირა ჩემი ცხოვრება, ჩემ შვილს, არ განვითარდი კარიერაში და აი რაღაც თითქოს რო აყვედრიდი. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული საქმიანობა დიასახლისობაა. აი მირჩევნია ძალიან ბევრი სამსახურში ვიმუშაო, ბევრი გადაღება მქონდეს. ყოფილი დიასახლისობა მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს მაინც ყველაზე მეტად მხლის. და ყველაზე რთული არის აი ეგ, შენ რასაც ამბობ, რომ აი თავი შევწირე ოჯახს და მიუძღვენი და სადილები და შვილები და ძალიან რთულია და ძალიან დასაფასებელი. მაგრამ ისვე გულისხმე, რომ საზოგადოებაში როცა თავს იმკვიდრებს ხალი, მგონია რომ კაციც უფრო მეტად პატივს სცემს, შვილებსაც უფრო მეტად, იმიტომ რომ შენ თვითონ ცემ შენ თავს პატივს ბევრად უფრო და შესაბამისად მერე სხვებიც უფრო მეტად გცემენ პატივს. სხვის აზრს რა ხელმომნიშნულობა აქვს შენს ცხოვრებაში? თავიდან ხო გეუნებოდი, აი ყველაფერი ვიცადე, ვიცეკვე ვიმღერე, მივხვდი რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არა, ხო, კრიტიკასაც არ აქვს. არა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოვისმინო, არ მესიამოვნოს, ეხლა როგორ შეიძლება კრიტიკა გესიამოვნოს.
მაგრამ არ მივაქცევ ყურადღებას რა დემოტივაციის ფაქტორი არ გამო მე ჩემს სურვილებზე უარს არ ვიტყვი. ხო, მე ვიცი რომ სიმღერაზე გაგაკრიტიკეს, როცა გამოხედი რა. ძალიან გამაკრიტიკეს და ძალიან ბევრ რაღაცაზე მაკრიტიკებენ ესე ყოველდღიურად, მაგრამ მე მაგის გამო ჩემს სიამოვნებაზე უარს არ ვიტყვი. არა უშავს. ყველას ვერ მოვეწონები, არა უშავს, ეხლა თუ არ მოვეწონ. მაყურებლის კითხვა არის, როგორ ებრძვი ასაკის მომატების შიშს. თუ გაქვს საერთოდ შიში არ მაქვს. აი არ ვიცი, აი მართლა არ მაქვს, ვერ აღვიქვა ასაკს და ალბათ მაგიტომ არ მაქვს შიში. არაფერი არ გიყვებოდა იმ. არა, ნუ ეხლა როგორ მე თვითონ ხო ხვდები, ეხლა ისე აღარ გამოვიყურები, სარკეში რო ვიყურები, როგორც თქვა 25 წლის. ბუნებრივი ცვლილებები არის. მომწონს, მაგრამ ეხლა ჩემ თავთან ვარ ყველაზე სასიამოვნო ჰარმონიაში ვიდრე როდესმე ყოფილვარ და სულ რომ ესმოდა აი 40 პლუს არის ყველაზე კარგი პერიოდი მეგონა რომ გიჟები იყვნენ და თურმე არ იყვნენ გიჟები თურმე მართლა ეგრე მე რაღაც ასაკი იყო რომ აი 33-35 მეგონა რომ აი ეგ იყო ძალიან კარგი ასაკი და არ ვიცი იქნებ მე კიდე უფრო იყოს და ეგ რაღაცნაირად მამშვიდებს და ეხლა მომწონს ძალიან ეს ასაკი ძალიან რაღაცნაირად ჩემ თავთან ვარ ჰარმონიაშიც ვიზუალურადაც ძალიან მომწონს როგორც გამოვიყურები ეხლა ვიდრე თუნდაც 6-7 წლის წინ უფრო დაიხვეწებ. აი არ ვიცი, ხო შეიძლება ნუ მაშინ ვერ ხვდებოდი, შეიძლება წლები რო გავიდეს მე სხვანაირად ვიფიქრო, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად არ ვიცი, აი კარგად ვარ მოკლედ ჩემ თავთან. ძალიან კარგია. მე მგონია, რომ ასაკის მატებას, ესე ზედაპირულად რო არ შევხედოთ, აი უფრო მეტად კიდე სიღრმეში რო შეხვიდე ემოციურად, ჩემთვის შეიძლება ძალიან ადრეა მაგაზე ფიქრი, რომ აი ასაკის მატებებ, და 21-ის ვარ, მაგრამ რაღაც გარდამავალი მომენტები ცხოვრებაში მაინც არის ყველა ასაკში და 18 წლის რო გავხდი, მომეწონა და მე 19, 20, 21 და აი 20-იანებში რო შემოვედი, მე ვიფიქრე რომ მეთქი აი 30 უკვე ახლოს არის. 30 აი ბავშვობაში ხო გაქვს წარმოდგენილი, რომ უკვე ის დროა რომ შვილები უნდა ყავდეს, ოჯახი რაღაც. ხო და მე მაგაზე არასდროს არ მიფიქრე. შეიძლება იმიტომ რომ ძალიან ადრე დავიწყე, თქვა ოჯახი, შვილები, შეიძლება მაგიტომ, არ ვიცი. თუმცა აი ეგ შიში არასდროს არ მქონია. 30-ის მახსოვს ჩემს გარშემო მეგობრები 30-ის რო ხვდებოდით პანიკა იყო და მე ვერ ხვდებოდი აი რატო ხო და რაღაცნაირად ხო არ ვიცი თავარია რომ კომფორტში იყო საკუთარ თავთან ალბათ რა თორე ეს ცვლილებები ყველა ეტაპზეა 20 წლის ასაკში 30 40 და ნუ ეგრე იქნება მერეც რა ნეგატიურ კონტექსტში არ მინდა რომ წავიყვანო ხა ეს საუბარი მაგრამ მე პირადად ესე ვფიქრობ რომ იმდენად რაც გავიზარდე რომ ვუყურებ ირგვლივ რამდენი უბედურება ხდება იმდენად უნდა დააფასო ყოველი დღე და მადლიერი იყო იმიტომ რომ ანუ თუნდაც ჩემხელა ადამიანები ყველა დაიფაროს ღმერთმა და შეიძლება ერთ დღეს აღარ იყოს და ამიტომ რა ვიცი იმაზე დარდი რომ აი მე ნაოჭი გამიჩნდა ცოტა უხერხული მგონია უხერხული არის ნამდვილად უხერხულია მართლა მე მგონია რომ აი ყოველი დილა რომ იღვიძებ და გაქვს ადამიანს უნარი იმის რომ ადგე გაიღიმო, იმუშაო, აკეთო შენი საყვარელი საქმე. მგონია რომ აი მართლა ამაზე დიდი ბედნიერება არ არის და ყველა ასაკს თავის ძალიან კარგი ხიბლი აქვს. თავარია შენ ეს ამ ხიბლს გაუგო გემო. და ნუ ხო, გაანალიზო რომ კი ვიზრდებით და კი მე ხვალ ნაოჭიც მექნება, დაუბერდები, ჭაღარაც მექნება და რამდენიმე წლის მერე დაუბერდები და ბებია და შულთაშვილები მეყოლება. ეს უნდა გავიაზროთ და ცხოვრება პირიქით მაგაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს რომ გაქვს იმის ფუფუნება რომ დაბერდე და შვილთაშვილებს მოესწრო, იმიტომ რომ აი შენ რაც თქვი ხო, არის ჯვარი წერია. ყველა შეიძლება მეორე დღეს ვეღარ გაიღვიძო. არასდროს არ იცი რა. ამიტომ ხო, ნუ შევირგოთ ის ასაკი, რომ ვიზრდებით და ვისიამოვნოთ იმ ასაკით, რომელშიც ვართ. ანუ შენ მადლიერი ხარ ძალიან მადლიერი. და სავსე ცხოვრების შეგრძნება გაქვს? თუ გაქვს შეგრძნება, რომ აი რაღაც გაკლია. არა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაქვს, რომ რაღაცა მეტი მინდა, რა მგონია, რომ მაგის გარეშე ძალიან უინტერესო იქნება ჩვენი ცხოვრება. ხო. მაქვს
თუმცა ვფიქრობ, რომ საინტერესო ცხოვრება მაქვს, იმიტომ რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ძალიან მიყვარს. იმის გარდა, რასაც ხედავთ, კიდევ ბევრ რაღაცებს ვაკეთებ. პარალელურად ძალიან კარგი ოჯახი მყავს და მგონია რომ ხო რა ვიცი ძალიან გამიმართლა მგონია ცხოვრებაში. პრივილეგირებული ადამიანი ვარ სამყაროსგან. ხო. ჩვენ თემას რო დაუბრუნდეთ ძირითადს, რაც გვაქვს, რომ აი იმიჯი და რეალური მე. რას ეტყოდი იმ ქალებს, რომლებიც ხვის ცხოვრებას ადარებენ საკუთარ თავებს? ვეტყოდი რომ აზრი არ აქვს. არანაირი აზრი არ აქვს. შეიძლება ვიღაცა იყოს შენი ინსპირაცია მოგწონდეს, თქვა აი რაღაცებში მიბაძო, მის ცხოვრების სტილი ეს ძალიან ნორმალური არის, მაგრამ აი შეადარო და რა აზრი ყველას რაღაც ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მესმის რომ ვიღაცის ცხოვრება შეიძლება ბევრად უფრო მომხიბლავი იყოს, მაგრამ შენ დაიცადო რომ შენი ცხოვრება უფრო მომხიბლავი გახადო რაც გაქვს. ხო, მე მგონი ამაშიც სოციმედიის წვლილი არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ რასაც აჩვენებ, აი ინსტაგრამი და რეალობა რო არის ხოლმე ეს გამყოფი ხაზი. შეიძლება ძალიან მე პირადად გამიკეთებია ეგეთი რაღაც, ახლა ვაღიარებ, რომ ძალიან ცუდად ყოფილვარ, საშინაო ხასიათზე ყოფილვარ და დამიდია რომ რაღაც ძალიან კარგად ვარ და რაღაც შეიძლება ძალიან ძველი ფოტო და ვიდეო დამიდია რომ თითქოს რაღაც საკუთარ თავს იტყუებ თუ არ ვიცი რა საკეთებ მაგ მომენტში. გაგიკეთებია ეგეთი რაღაც? გამიკეთებია და თანა, ეხა მე მართლა, ჩემი სამსახური არის ეს და რა ვიცი, ყოველდღიურად რაც კონტენტის კეთება მიწევს, რომ საერთოდ არ მინდა იმის კეთება იმ მომენტში. მაგრამ გამიკეთებია და გადამიღია ძალიან ლამაზი ვიდეო და ძალიან არ მქონია მაგის განწყობა. ჩემ შემთხვევაში კიდე სამსახურია ეს. მაგრამ ვცდილობ მაინც რომ აი ჩემთვის ამ ეტაპზე ინსტაგრამი არის უფრო სამსახურეობრივი, დატვირთვა აქვს ინსტაგრამს, ვიდრე რაღაც ჩემი ყოველდღიურობა რა. ანუ ჩემ ყოველდღიურობას ნაკლებად ვდებ. ანუ ხო და არასდროს არ ვდებ ჩემ თქვა ემოციებს, აი როგორ ხასიათზე ვარ 250,000 კაც არ ვეუბნები რა. შეიძლება ჩემს close friend-ებში დადარცულებ. სადაც აი მაქსიმუმ 50 ადამიანი. რა არის ყველაზე დიდი მითი შენი აზრით იდეალურ ქალზე ბრჭყალებში? მე მგონია რომ იდეალური ზოგადად არავინ არ არის ალბათ რა, ძალიან ესეთი საკითხია. რა არის ზოგადად იდეალური? ყველასთვის იდეალური რა თავისებური აღქმა, ყველას იდეალური როგორი შეიძლება იყოს. თუმცა რაღაც სტანდარტები არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს სტანდარტები, მაგრამ ყველას ჩვენი შეხედულება გვაქვს. შენთვის იდეალური შეიძლება ვიღაცა იყოს, ჩემთვის ვიღაც აბსოლუტურად სხვა. ეს სტანდარტებიც ვიღაცამ მოიგონა, ხო, ვიღაც ადამიანმა ვისთვისაც ის იყო იდეალური და ამიტომ ხო რაღაც უნდა დავანებოთ ამ რაღაცა იდეალური ქალის ძებნას და ვიყოთ ისეთები როგორიც ვართ რეალურად ჩვენ თვითონ მართლა და მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მე ასე ვფიქრობ რომ ჩვენი სურვილები არ უნდა დაგვეკარგოს და ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ რეალურად რა გვინდა მართლა ჩვენ და არა რა უნდა სხვას. და როდესაც დაიწყებ იმის კეთებას მართლა შენ თვითონ რა გინდა მე ხვდები რომ მართლა ბედნიერება იქ არის რა. მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ვწდები მართლა, მაგრამ მე ასე მგონია რა, რომ შენ სურვილებზე როდესაც იწყებ ფიქრს მართლა რა გინდა. მან ხარ უკვე ბედნიერი რა. ესე მგონია. ყველა შენი ახლო ადამიანი ამბობს, რომ სალომე არის ძალიან ჰარმონიული, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და შრომის მოყვარე. ესე გახასიათებენ. ვარ მშვიდი, გაწონასწორებული, შრომის მოყვარეც და ვარ მშვიდი იქამდე სანამ შემინარჩუნებ სიმშვიდეს. გარემომაც უნდა ხელი შემიწყოს, რომ ვიყო მშვიდი. არ ვარ კონფლიქტური, არ მიყვარს კონფლიქტები, თუ რაღაც არ მომეწონა, მოვალ გეტყვი რომ არ მომწონს და მოდი აქ რაღაცნაირად შევთანხმდეთ, არ გაგებუტები და რაც პანიკებს არ მოვაწყობ. მაგრამ თუ ამოუშვირქები მან უკვე ძალიან ფიქია. ხო, სხვადასხვა ეგეთი ადამიანები, აი შვიდები ვინც არიან საშიში ამადვილი კურო ვარ. აი ზოდიაქოთი ვარ კურო და მართლა ესეა. აი რაღაცა ზღვარი არის, აი იქ თუ ამოუშვირქები, მე რომ ძალიან უბრალოდ.
რამე ისეთი ჭორი გაგიგია საკუთარ თავზე, რომ აი ძალიან გაღიზიანებულ ხარ, ან ბევრი გიცინია. ხშირად გამიგია ჩემზე ჭორები და ნუ რა თქმა უნდა რომ არ მსიამოვნებს. ხო. ნუ არ მეცინება, აი რა ვქნა, არ მეცინება. ნუ არ არის სასიამოვნო. თან მით უმეტეს როცა რაღაცა ოჯახი გყავს, შვილები გყავს და ნუ იგებ რაღაც არარეალურ ჭორს, არ არის სასიამოვნო. ნამდვილად. სასაცილო ჩემთვის არ არის ხოლმე ჭორები, თუმცა ნუ აი რა ვერ ვცვლით ვერაფერს, ვატარებ და მე მავიწყდა. აი ყველაზე არარეალური რა გახსენდება, აბსურდი რა ყოფილა. ნუ ბევრი რაღაცა იყო არარეალური. ხშირ შემთხვევაში არარეალურია ხოლმე ჭორები. ხო, ძირითადად ეგრეა. მაგრამ სანამ ჭორებია შენზე, იქამდე ძალიან აქტუალური ხარ და დადებით კონტექსტში შევხედოთ, მაგასაც მაგაც არის ალბათ, ხო. რო აღარ იჭორავენ, ესე კი აღარ ვიქნები საინტერესო, ნუ არ ვიქნები საინტერესო, არა უშო. რომ შევაჯამოთ, მე მგონია, რომ შენ ცხოვრებაში იყო ერთი დიდი პეპლის ეფექტი. ანუ რაღაცა ისეთი ვითომ ძალიან შემთხვევითი, მაგრამ მთლიან ცხოვრებას რო გიცვლის და მთლიან მიმართულებას. აი ქუჩაში რო გახვედი და რო დაგინახს იმ მომენტში რო არ გასულიყავი, იმ წამს რო ის ადამიანი არ შეგხვედრო და ვინც სამოდელოში წაგიყვანა. დღეს შენი აზრით სალომე ვინ იქნებოდა? მე მგონია რომ მაინც ისე მოხდებოდა რომ ამ სფეროში ვიქნებოდი, იმიტომ რომ სხვანაირად აი შეუძლებელია. ადრე თუ გვიან მაინც ვიქნებოდი ამ სფეროში, მაინც გავაკეთებდი, მაინც ყველა ვარიანტი, ის არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია სხვანაირად რა. ხო, ან ჭრდილში შენი თავი ვერ წარმომიდგენია. იმიტომ რომ ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს კამერები, ფოტოსესიები, აი ეს ყველაფერი. ექსტროვერტი ხარ ბუნებით, ესე იგი. ბოლოს ახალი წელი შენთვის რას ნიშნავს? იმიტომ რომ 25 დეკემბერი იქნება, როდესაც ჩვენი ეპიზოდი დაიდება და შენ ამ დროს რა ემოციებში იქნები? როგორც ვიცი, ძალიან ადრე დგავ ნაძვის ხეს. ახალი წელი ძალიან მიყვარს ბავშვობიდან და განსაკუთრებულად ვემზადები და ეს წინასა ახალწლო ფუსფუსი, საყიდლები ვგიშდები ამ ყველაფერზე. ეს სხვათა შორის დედა ჩემისგან მაქვს, იმიტომ რომ დედა ჩემსაც ძალიან უყვარს და მეც ბავშვობიდან მომყვება ხოლმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს პერიოდი. ცოტა დამღლელი კი არის, თან როდესაც ამ პერიოდში რაღაც გადატვირთული ვარ ხოლმე სულ ივენთები, თითქმის ყოველ საღამოს ივენთი, გადაღებები, ბევრად უფრო დატვირთული თვეა ხოლმე დეკემბერი, ვიდრე სხვა თვეები. ხო, სხვა თუ ისვენებს შენი სფეროს წარმომადგენელი უფრო მეც მუშაობს. მომწონს ეს პერიოდი, ახალ წელს ველოდები ძალიან. აი ჩემი ნაძვის ხის ისტორიები, აი რომ მოგიყვეთ ახლა ალბათ დრო არ გვაქვს, აი მიხვდები როგორ ძალიან მიყვარს ახალი წელი და ნაძვის ხე და ზოგადად აი ეს პერიოდი. მე ვიცი რომ გაგიხმა ერთხელ ნაძვის. ერთხელ გამიხმა, დღეს გუშინ ღამე დავდგი მესამეთ ნაძვის ხე, იმიტომ რომ ის პირველი ორი არ მომეწონა. აი რა დონეზე მიყვარს ახალი წელი წარმოიდგინე. პირველი რომ გამოვიტანე ძველი რაც მქონდა, ისეთი აბურდული იყო ნათურებში რომ ამას ვერ გავაკეთებ თქო, შევინახე ვაჩუქე სხვას, გამოვიწერე ახალი ნაძვის ხე, მოიტანეს ავაწყო, წარმოიდგინე, მოვრთე, მე პატარავა, დავშალე, დავაბრუნე და ახალი ვიყიდე და ახალს ვაწყობ ახლა. კარგი, აი რა დონეზე მიყვარს ახალი წელი. ადამიანებს ერთი ნაძვის ხის აწყობა ეზარება და მე მესამეს ვაწყობ. მე მაგალითად მეზარება ეგეთი რაღაცები. აი საერთოდ რო არა აწყონ ოჯახში არ მექნება რეაქცია. ხო და მე ისე მიყვარს რომ წარმოიდგინე რომ მესამე ნაძვის ხეს ვაწყობ და დღეს იმედი მაქვს, დღეს ისე დროს მივალ რომ დავამთავრებ მორთვას. ხო, 31 დეკემბერს რას აკეთებს საულმე ღვინიაშვილი? აი საცივი რაღაცა ღომი ესეთ ამბებში ხარ ხოლმე, როგორ სამზადისშიც არიან ქალები? კი ვარ, გაზინახსაც მე ვაკეთებ. ნუ არ ვიცი, აი წელს გააჩნია. ხა შარშან მაგალითად არ ვიყავით სახლში და ბავშვებიც სადღაც იყვნენ და ამიტომ ბევრი საჭმელი არ გამეკეთებდა. წელს ჯერ არ ვიცი რა გეგმებია, სავარაუდოდ ბავშვები ალბათ სადმე მეგობრებთან ერთად წავლენ. ჯერ ყველა ერთად, რა თქმა უნდა, შევხვდებით სახლში ახალ წელს და მე ნუ ვიშლებით ხოლმე. მე წელს გეგმა მაქვს, რომ დავიძინო, შევხვდები და მე რამე ფილმს უყურო ზურასთან ერთად და დავიძინო. ესეთი გეგმა მაქვს ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი, შეიძლება სადმე აღმოვჩნდა მეგობრებთან. თუმცა ხო, აუცილებლად გავაკეთებ, მიყვარს ეგ პერიოდი 31-ში.
გოზინახსაც გავაკეთებ, საცივსაც გავაკეთებ და აუცილებლად დავდებ Instagram-ზე რომ აუცილებლად გაგვიზიარე. მე მინდა რომ ძალიან ბედნიერი 2026 გისურვა, უამრავი წარმატება გისურვა. დიდი მადლობა. მინდა რომ ამ შემთხვევით ვისარგებლო და ჩემს მაყურებელსაც მივულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ ბედნიერება მგონია რომ ყველაფერს მოიცავს. თუ ხარ ბედნიერი, ესე იგი ჯანმრთელიც ხარ, წარმატებულიც ხარ და ასე შემდეგ. გისურვებთ ძალიან ბედნიერ წელს, სალომე, შენ დაგემშვიდობები და ძალიან დიდი მადლობა, მეც გისურვებ წარმატებულ და ბედნიერ 2026 და შენს მაყურებელსაც და მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომიწვია და ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც. მადლობა შენ, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და თქვენთვისაც საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. დიდი მადლობა.